შემოგვერთა სტუმარი და გეტყვით თემას, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თემაზე განსაცდელი ჩვენ ცხოვრებაში და სასაუბროდ წარმოგიდგენთ ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს დავით მექვაბიშვილს, მამა დავით თემაშვილისა და გულწრფელად მადლობა. განსაცდელები ჩვენ ცხოვრებაში, რომელთა გარეშეც ვერ ჩავლის ერთი დღეც კი და ჩვენ ამდენჯერმე დღეში ვკითხულობთ მამაო ჩვენო, სადაც ვიძახით დანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს, აი ვითხარით ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი. განსაცდელი ასნიშნავს საერთოდ და რატომ არის დაშვებული ადამიანზე განსაცდელი? რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვარდით 64-დან და სხვანაირად განვითარდა ჩვენი ცხოვრება, ალბათ ესეც უნდა ყოფილიყო, რომ გამოცდილება მოგვეპოვებინა. ჩვენ შევიმოსებთ უკვე ესეთი სხეული და ჩვენი სულით და გონებაც და გულის მიიდრიკა ცოდვისკენ, ღვთისგან ურჩობისკენ. და სამყაროში ყველაფერი უკვე ჩვენს წინააღმდეგ გამოქმედ და მიწა დაიწყევლა, ქალმა ესე იგი მწუხარებით უნდა გააჩინოს. იქეთ გველი ჩვენი მტერიხთან, გველში გულისხმება წუთის სოფელი, სატანა და ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, განუდგა სამყაროს. და აქედან გამომდინარე უკვე ადამიანი, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ყველაფერში ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს, აი ეს გამოცდის გზა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავიაროთ და რა თქმა უნდა ბიბლიის ძალიან ბევრ წიგნში არის სწავლება იმის შესახებ, რომ ამის გარეშე არ იქნება ადამიანის ცხოვრება და ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ ყოველ დღეს თავისი განსაცდელი და გამოწვევა თან ახლავს და იმისთვის რომ მე დღეს გამოცდა წარმატებით ჩავაბარო, რასაც დაუშვებს უფალი ჩემზე, არ უნდა ვიფიქრო ხვალინდელ დღეზე. რა სიტუაციაშიც ვიქნები და რა მახეებიც მექნება მე დაგებული და რა ლაბირინთებშიც აღმოჩნდები დღევანდელ დღეს, აი ეს უნდა გავიარო. ეს შეიძლება იყოს მატერიალური გაჭირვება, შეიძლება იყოს სნეულება, ეს შეიძლება იყოს უიმედობა. ძალიან ბევრნაირად შეიძლება ესე დახარისხდეს ეს განსაცდელები და განსაცდელი ყოველთვის ადამიანის სიხარულის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული ან ადამიანის ტკივილისკენ შეიძლება იყოს მიმართული ან ის რომ შენ მომავალი არ გექნება ამას ვერ შეძლებ და ნუ ბევრნაირად შეიძლება დავახარისხოთ განსაცდელები, მაგრამ ესე იგი გზა თუ როგორ უნდა დავაღწიოთ ამ განსაცდელებს თავი მოცემული გვაქვს ჩვენ წმინდა წერილში და უფალი ძალიან კარგად გვიხსნის ჩვენს ენაზე ამას და ქრისტემაც თავისი პირადი ცხოვრებით მოგცემ მაგალითი, რომ განსაცდელები მოვა და შესაბამისად უნდა ესე იგი წმინდა წერილის ჭეროვანი ცოდნით, მოთმინებით, სიმშვიდით უნდა გადავლახოთ ეს განსაცდელები. გვახსოვს ხომ ქრისტეს გამოცდა უდაბნოში, ნუ სამი გამოცდა გადახდა მას თავს, იმდენად თავმდაბალია უფალი, რომ ესეც დასაშვები გახადა მისთვის, ეშმაკის მიერ გამოიცადა უდაბნოში, ნუ ესე იგი დაგვანახა რომ წმინდა წერილში ჭეროვანი ცოდნით და მოთმინებით და სიმშვიდით შეიძლება განსაცდელების გადალახვა. თელი სახარება ფაქტურად არის ერთგვარი რეცეპტი მოცემული თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ჩვენ ეს წუთის სოფელი და წუთის სოფლის ტალღები. მივენდოთ უფალს და ვილოცოთ. აი თქვენ ახსენეთ მამაო ჩვენოს ლოცვა, ყველამზე პირად ვიცით ეს ლოცვა და დავეცადოთ რომ ესე გაცნობიერებულად, გონივრულად აღავლინოთ ეს ლოცვები და ყურადღება მივაქციოთ ლოცვის თითოეულ დეტალს, თითოეულ სიტყვას, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი არის სწორედ ეს. უფალო დანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. იაკობ მოციქული ბრძანებს რომ ნურავინ უიტყვით რომ ღმერთი მცდის მე, ღმერთი გამოუცდელარს ბოროტისაგან, არამედ განიცადების კაცად-კაცადი გულის გუმისაგან თვისისთან. ჩვენი არასათანადო ჯეროვანი, ესე იგი სულიერი მდგომარეობა ძალიან ხშირად იზიდავს განსაცდელებს, როდესაც მე მერყევობ, თქვათ ეს კეთილი საქმე გავაკეთო თუ არა, თქვათ აი ტაძარში წავიდე თუ არ წავიდე და ამის შემდგომ შეიძლება მე მართლაც ისეთი განსაცდელი დამემართოს, რომ უკვე უფრო დიდი არჩევანის წინაშე დავდგე და უფრო იქეთ მხარეს დადგეს უფრო მეტი ღირებულებები, უფრო მეტი ღვთის სიტყვები, რომელიც აღმითქვამს მე, რომ ისე იგი თუნდაც ამ ტაძრის სატაძრო ღვთისმსახურების შედეგად ვცხონდები, ხოლო მეორეს მხრივ შეიძლება შემეშინდეს იმისა, რომ ეს ერთი დღე, რომელიც უფალმა გამოყო, რომ ღვთისმსახურებაში ვიყო, ეს არ გავაკეთო და ამის გამო მადლი დავკარგო. ასე რომ განსაცდელები ძალიან ბევრნაირად შეიძლება ახსნა და ვისაუბროთ, მაგრამ ყველა ვარიანტში ესე მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სასარგებლო არის ადამიანისთვის და ისევ და ისევ დავესესხები იაკობ მოციქულს,
ყოველივე სიხარულად შეხრაცხეთ ძმანო ჩემნო რაჟამს განსაცდელსა შესვევეთო და ყველამ დიდი სიხარული და მადლიერებით უნდა მივიღოთ განსაცდელი. Რა თქმა უნდა, ეს ძალიან ესეთი მარტივი არ არის და რთული არის, მეთქი ამასაც არ ვიტყვი, მაგრამ დროთა განმავლობაში თუ ჩვენ ვეცდებით რომ მოვიმუშაკოთ აი ეს დიდი სულიერება, რაც არის განსაცდელების სიხარულით მიიღება, დროთა განმავლობაში ეს გამოცდილება მოგვეცემა და აგრეთვე ის გამოცდილებაც რომ აი წარსულში რომ განსაცდელები მქონდა და მადლიერებით მოვითმინე და გადავიტანე, რა დავკარგი ამით პირიქით. სულის სიმშვიდე შემოვიდა ჩემში და მერწმენაში გავძლიერდი. უფალს არ უთქვამს რომ განსაცდელები არ მოგივათ, განსაცდელები არ გექნებათ, თქვა განსაცდელები გექნებათ, ისიც თქვა ვაიმას, ვისგანაც მოვა ეს განსაცდელები. ილოცეთ და განსაცდელებში თქვენ არ ჩავარდებით. აი წმინდა დავით წინასწარმეტყველიც ამბობს ესეთ სიტყვას. Განვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებლად. განსაცდელები არის ერთგვარი ცეცხლი, ერთგვარი წყალი, რომელშიც ჩვენ არ უნდა ჩავრჩეთ, თორე ერთ შემთხვევაში დავიწვევით, მეორე შემთხვევაში დავიხრჩობით და რა შემთხვევაში არ ხდება განსაცდელებში ჩავარდნა და ჩარჩენა. თუ ჩვენ გავაცნობიერებთ რომ ეს არის ჩვენი სულიერი გაძლიერებისთვის ჩვენი წამალი და რომ ღმერთის ნების და ღმერთის დაშვების გარეშე ერთი ღერით მათ არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან და ჩვენ ახლა ახსენეთ ღმერთის დაშვება ჩვენ რამდენიმე მომენტი ხვდება წმინდა წერილში განსაკუთრებით გვახსენდება იობ ნებულის მომენტი როცა უშვებს არაერთ განსაცდელს ძალიან მძიმე განსაცდელებს ამით გამოისდება იობი და ჩვენ ხედავთ საოცარ წმენას ხედავთ აბრაამ ამამთავრიც რომელსაც გუშინ იყო როცა შვილი მეყო შესაძლებლად. რა შემთხვევაში შეიძლება ეშვებოთ ესეთი განსაცდელი და არის თუ არა გარკვეულ შემთხვევებში ღვთისგან დაშვებული ჩვენი უკეთესობისთვის, ჩვენი სულიერი წინსვლისთვის და ცხადია ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ღმერთმა ყველაზე კარგად იცის ადამიანის გული და მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეხლა თუნდაც აი პავლე მოციქულის შემთხვევაში მას ანჯელდა ანგელოს სატანეს მოკლედ აღწერს სამჯერ ევედრა უფალს და უფალმა უთხრა რომ არ მოგშორდება ეს განსაცდელი, რადგანაც შენ უფრო მეტი და მეტი მადლი უნდა მიიღო და თავადვე ამბობს რომ მე ამ პარტაუნებაში რომ არ ჩავარდი აი ხელა გამოცხადებებში რომ ვარ ამ ხელა მადლი რომ მაქვს ამიტომ ვატარებ ამ ზიმეთ კივილს რაც შეეხება მართალ აბრაამს და იობს იობის ეს დიდი მოთმინება, რომელიც ყველამ ვიცით, ყველაფერი დაკარგა ადამიანმა, ოჯახის იმდიდრე ჯანმრთელობაც, ესე იგი, მან თავისი ღვთისადმი მადლიერებით და მოთმინებით მოგცა მაგალითი იმისა, რომ აი ეს არის ამაზე მეტი განსაცდელი არ არსებობს, რაც იობს დაემართა. რაც გააჩნდა ყველაფერი და ახალმა აღთქმამ, დიახ, ესე წინასახეთ დაგვიდო თითოეულ ჩვენთაგანს, რომ მცირე განსაცდელები გვაქვს ჩვენ ახლა იობთან მიმართებაში უნდა შევადაროთ ჩვენი თავის ახარებისეულ და ბიბლიის პერსონაჟებს და უფრო მარტივი იქნება მე გამკლავება ამ განსაცდელებთან, თუმეტეს რომ ამ ხელა გამოცდილება გვაქვს და იობს არაფერი არ დაუშავებია, რა თქმა უნდა. სწორედ ეს იყო ერთგვარი ბრალდება სატანისა ღვთის წინაშე იობზე, რომ მას ყველაფერი აქვს და იმიტომ გემსახურება, იმიტომ გმადლობ შენ, თუ კი დაკარგავს ამ ყველაფერს და თანდათანობით იწყება მისთვის განსაცდელების მატება, ის განგიდგება შენ და უფალმაც რა თქმა უნდა წინდაწინვე იცოდა იობის ერთგულება და ისიც რომ იობი გახდებოდა სამაგალითო თითოეული ჩვენთაგანისთვის და იობზე ეშვება ეს ყველაფერი. და საბოლოოდ ისე ხდება რომ იობი იმარჯვებს. გამარჯვება სწორედ ის არის რომ შენ ღმერთს არ გმობ, არ უარყოფ განსაცდელებში. ძალიან ხშირია შემთხვევა რომ ადამიანი ღმერთის გმობისკენ მიდის განსაცდელებში ჩვენ ხშირად ჩვენი ლოცვით ვევედრებით უფალს ან ვამბობთ უფალო იყოს შენი ნება მაგრამ მაინც გვინდა რომ ისე მოხდეს როგორც ჩვენ გვინდა და მე როცა ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ვამბობთ რომ ღმერთო არ არსებობ ან უსამართლო ხარ და ღმერთმა შეგვინდოს ყველას მთელს ერს ხშირად ხდები ხოლმე მსგავს შემთხვევას და ჯობია რომ რასაც უფალე გამოგვიგზავნის ყველაფერი მადლიერებით მივიღოთ და იობის ცხოვრებაში მოხდა კიდევ ერთი დიდი განსაცდელი რაც არის ადამიანისთვის ჩვენ როდესაც ქორწინდებით და ოჯახს ქმნით უკვე ორი ხდება ერთი და მისი ცოლიც კი ფაქტიურად ეუბნებოდა რომ სად არის შენი ღმერთი დაგმე ღმერთი აღარ არსებობს ესეც რამხელა განსაცდელია ხო ერთი მხრივ გაუკლაუნდე ამ შემოტევებს და მეორე მხრივ საყვარელი ადამიანი რომ ამას გეტყვის და იობმა თქვა საოცარი სიტყვები რომ როდესაც გვეძლევა კეთილდღეობა ხებულობთ ამას მაგრამ როდესაც განსაცდელები მოდის განამაში მადლიერები არ უნდა ვიყოთ ღვთისა და ესე იგი იობის
ინგში არის ასევე ის რომ ადამიანი რომ იბადებაო ესეთი ეპიზოდი განსაცდელი არ არის მისი ცხოვრებაო და საკუთარი ასე ვთქვათ პირადი ცხოვრებით გვაჩვენა იობმა ეს ყველას რომ ყოველდღიურად ჩვენზე მოვა განსაცდელები და გამოსავალი არის მადლიერებით მიიღება ყველაფრის და იობს მე ყველაფერი უბრუნდება ესე იგი აი ბიბლიამ დაგვანახა რომ თითქოს კარგავ ამ ყველაფერს მაგრამ ისევ გებრუნდება და დარწმუნებული ვარ ის მისი ახლობლები შვილები რომლებიც გარდაეცვალნენ ამ განსაცდელში მოყვნენ დღეს მოხარულნი არიან აი რადგანაც ეს უფალმა აიღო სამაგალითოდ ჩვენთვის და ჩვენს რწმენას შეეწირნენ და ჩვენს მოთმინებას მოდი ესე ვთქვათ და ისინი ხარობენ ღვთის წინაშე ასევე ა ブラ ამზე შეიძლება ვისაუბროთ ა ブラ ამის ცხოვრებაც სწორედ ეს არის ხომ ისე იგი 100 წლის იყო როდესაც აღთქმული შვილი მიეცა უფლის მიერ ისააკი და ერთ მშვენიერ დღეს უფალი ეტყვის მას რომ ეს შენი შვილი მე შემომწირე აი ამ ხელა გამოსთვის წინაშე დგება ა ブラ ამი მაგრამ ის ერთი წამითაც არ დაფიქრებულა ის დარწმუნებული იყო იმაში რომ თუ ესეთი სასწაული მოახდინა უფალმა ღმერთი ხომ სასწაულთ მოქმედია ეს ყოვლის შემძლეა რომ სიბერეში მიწევნულებს უკვე ა ブラ ამს და სარას მიეცათ ნანატრი შვილი მაშინ ღმერთი შემძლებელი იყო რომ მისი შვილი კიდევაც აღედგინა მკვდრეთით და არაფერი არ იქნებოდა ასე ვთქვათ პრობლემა ამაში და როდესაც უკვე მიყავს თავისი შვილი შესაძირად მორიას მთაზე აი ბოლო მომენტში მანამდე ა ブラ ამი აბსოლუტურ ესე იგი მორჩილებას იჩენს იქ დანამი აქვს შეშამი აქვს რომ ეს მსხვერპლ შეწირვა მოაწყოს აღასრულოს ბოლო მომენტში ესე იგი ზვარაკი გამოჩნდება მსხვერპლ შეწირისთვის და წინასახე დაგვიდო ღმერთმა ა ブラ ამის ეს დიდი მორჩილება და მინდობა ღმერთზე მინდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვთქვით რომ განსაცდელები შეიძლება დავყოთ სხვადასხვა კატეგორიებად და მოდი ერთ მხარეს დავაყენებ იმ განსაცდელს რომელიც ყველაზე უფრო დიდი განსაცდელია და მეორე მხარეს სხვა დანარჩენ განსაცდელს და როგორც ამოსწინასწარმეტყველი ამბობს ყველაზე დიდი განსაცდელი არის ადამიანისთვის როდესაც მას ღვთის სიტყვები მოაკლდება ღვთის სიტყვის შიმშილი არის ყველაზე დიდი განსაცდელი სხვა დანარჩენი ასე ვთქვათ მეორე მხარეს რომ დავაყენოთ ყველანაირი განსაცდელი ეს განსაცდელი გადაწონის ამიტომ ვეცადოთ რომ საკუთარ თავს არ გაუჭიროთ არის რომ ჩვენ სხვები გვაგდებენ განსაცდელში და უფალი ამბობს რომ ვაიმას მისგანაც მოვა განსაცდელი და ვეცადოთ რომ ჩვენი თავი არ ჩავაგდოთ განსაცდელში ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის და ნუ მივემსგავსებით უწყალო დიდარს რომელიც გლაზარეს ერთ ნამცეც პურსაც არაძლევდა ძალიან ხშირად ეს უწყალო მდიდრები ჩვენ ვართ ჭამთ, ვსვამთ, ვზრუნავთ გარეგანზე, წარმავალზე, შვენიერზე და სახლში ყოველს გვაქვს ღვთის სიტყვა და იმ სიტყვას ჩვენ არ ვეზიარებით აზრებში მივდივართ ძალიან ხშირად მორწმუნეები რომ ეზიარებიან და ზიარების შემდეგ დააყოლებენ ღვინოს და სეფისგვარს მიიღებენ მე ქადაგებაზე თქვათ აღარ შემოდიან აზრებში ჯერ ძალიან მიზერული არის ის დრო რასაც ჩვენ გამოვყოფთ ღვთისმსახურებისთვის და ისევ ჩვენი სულების გადარჩენისთვის და ძალიან ხშირად ამაშიც თვალთმაქცობა ხდება ამიტომ მე ჩემ თავსაც და ყველასაც მოუწოდებ და შევაგონებ და ჩემ გამოცდილებას დავდებთ იმისას რომ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ყოველ დღე თუნდაც მცირედი საზრდო სულიერი მივიღოთ რაც არის ლოცვა რაც არის ღვთის სიტყვები რაც არის მინდა საიდუმლოებები ასეკუთრებით აღსარება სინანულთან შეზავებული და წმინდა ზიარება და თუ ეს გვექნება მაშინ ყველა სხვა დანარჩენს ბუნებრივია მადლი როცა გაქვს უკვე მარტივად გადასატანია განსაცდელები როცა შენ ღმერთს ვიწყებ ხდება განსაცდელი ერთ-ერთი ასე ვთქვათ სახეობა განსაცდელის და ეს არის ადამიანი რომელიც ღმერთს ვიწყებს და ასე მარტივი არ არის მე ამ შემთხვევაში უცებ ღმერთი გაიხსენო უცებ განიმსჭვალო მოთმინებით და განსაცდელს გამომკლავდით რაც უფრო ახლოს ვიქნებით საღვთო მადლთან მით ასე ვთქვათ მარტივი იქნება განსაცდელებთან გამკლავება და კიდევ ერთ ვიტყვი ისე იგი წმინდა მამები როგორც იყვნენ ისინი პირიქით ნანობდნენ და გლოვობდნენ იმას როდესაც მათ არ ჰქონდათ განსაცდელი და ეს არის ის სულიერი მდგომარეობა, რასაც ბუნებრივია ყველამ შეგვიძლია მივაღწიოთ და ამ წუთის სოფელში რო ცხოვრობ და ძალიან კარგად ხარ, მაგრად ხარ, როგორც პავლე მოციქული ამბობს,
არარაი გვაქვს და ყოველივე გვაქვს, ვითარცა ღარიბნით და მრავალთა განვამდიდრებთ. მიუხედავად იმისა, რომ წმინდანებს ამხელა განსაცდელებით და ტკივილები ჰქონდათ, მათი გული ხარობდა. ისინი აღასრულებდნენ ახალი აღთქმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოწოდებას. მარადის გიხაროდნენ. აი ეს არის შესაძლებელი, რომ ერთის მხრივ შენს თავზე დატრიალდეს ყოველგვარი განსაცდელი და მეორეს მხრივ სიხარული ქონდეს. როგორც ისევ და ისევ იაკობ მოციქული ბრძანებს სიხარულად შეხრაცხეთ ეს განსაცდელებიო და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ღმერთს უყვარვართ ჩვენ. ყოველი შვილი, რომელი უყვარს უფალს, სწავლის და ტანჯის და აი ჩვენ შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ წარღვნა, როცა 8 ადამიანის გარდა მთელი კაცობრიობა აღმოჩნდა, ესე იგი, უმძიმეს მდგომარეობაში, წყლით რღუნა მოიწია ყველაზე და ყველა შეეწირა წყალდიდობას. და წმინდა მამები ამბობენ, რომ ისე იგი ესეც მოხდა იმის გამო, რომ იმ ცხოვრებაში ნაკლებად, ასე თქვათ, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ცხოვრება არ შეცვალეს სინანულით, რადგანაც 120 წლის განმავლობაში მართალი ნოე კიდობანს აშენებდა, ქადაგებდა, რომ მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, დაუბრუნდეთ ღმერთთან და ადამიანებმა ეს სისულელეთ მიიჩნიეს. ამის გამო მოხდა ეს განსაცდელი და ჯობია რომ ამ ცხოვრებაშივე ესე იგი მოვიხატოთ ეს ტკივილები, გავიაროთ ერთგვარი მცირე ჯოჯოხეთი, ვიდრე მე იქ უნუგეშო გლოვაში აღმოჩნდეთ. განსაცდელი ასევე ასე იმდიდრეც არის. ჩვენ უწყალო მდიდრისა და გლახაკ ლაზარეს ეპიზოდზე შეგვიძლია ამ კუთხითაც დავყოთ განსაცდელები ორ ნაწილად, ისე განსაცდელია, როცა უკიდურეს სიღარიბეში ხარ და სხეულებრივი მოძლურება გაქვს და მეორეს მხრივ, როცა ყველაფერი გაქვს და ასე ვთქვათ, ფეხი ფეხზე გადადებული ცხოვრობ, მაგრამ სახარებამ დაგვანახა, რომ სიმდიდრე არის უფრო დიდი განსაცდელი, რომლის დროსაც შენ უკვე ივიწყებ ღმერთს, ძალიან ძლიერი უნდა იყოს სულიერად და ძალიან ბევრი უნდა იბრძოლა ნემსის ყუნწში უნდა გაწვრე, რომ ღმერთი არ დაივიწყო სიმდიდრის დროს, მოყვასი არ დაივიწყო, თორემ რა ბედიც ეწია უწყალო მდიდარს, ყველამ კარგად ვიცით, რომელმაც ჯოჯოხეთში ნახე ხელნა თვალნით ვისნი, ხოლო ლაზარეს, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა, მან წარმატებით ჩააბარა ცხოვრების გამოცდა, რადგანაც ის არ დრტვინავდა და არ განიკითხავდა დიდას. თუმცა სიხარიბეში შეიძლება ადამიანმა ბრალი დასდოს უფალს, მამდავით წეგან თქვენ რაც ბრძანეთ, რომ უსამართლობაში ვთქვათ, რომ შეიძლება ამ დროს პირიქით შურმა გაიღვიძოს მასში, რომ აი რატო აქვს თქვათ მას უფრო მეტი დრო, როდესაც მე ვთქვათ შრომობ, მუშაობ და ასე შემდეგ და კი ანუ სხვა განსაცდელებიც თავისთავად ამ სიხარიბეში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ხო? დაუბრუნდეთ უნდა მადლიერებაში, სხვა გზა არ არის. მამდავით მამდავით ყველას გაგუგია და ასე ვამბობთ ხოლმე რომ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი და ასევე ისიც გაგუგია რომ უფალი არავის არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს და იმაზე მეტ ჯვრის ტვირთვას არ დაავალებს ვიდრე მას არ შეუძლია ხომ და როგორ გავიგოთ ეს სიტყვები მამდავით და ასევე შესაძლებელია თუ არა ამ განსაცდელებს ეკლესიის გარეშე რომ გავუმკლავდეთ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ჩვენებური ჯვარი გვეძლევა, ჩვენებური ღვთისმოცემული მდგომარეობა, რომელთა თანაცხოვრების და გადალახვის შედეგადაც ჩვენ უნდა გავხდეთ გამოცდილებით და ეს წინააღმდეგობა რომ არ იყოს, ჩვენ ვერ გავიზრდებოდით, თორემ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენი თავი ყველა ადამიანის და ევას ადგილას, ხომ? აი როგორ გაგრძელდა ამის შემდგომ ჩვენი ცხოვრება? არანაირი გამოცდილება არ ქონდა, არანაირი მოთმინება არ ვიცოდით რა იყო და უცებ, ესე იგი, დავშორდით ღმერთს და გვიწევს იმ გზის გავლა, რაც ესიდერიგით უნდა გაევლოთ ადამიანს და ევას, მაგრამ ნუ ღმერთი იმდენად მოსიყვარულეა, იმდენად რაღაც ნეტარია და ეს ნეტარები იმდენად აქვს ჩვენში ჩადებული, რომ ეს უზრუნველი მდგომარეობა შეგვიქმნა და დაგვანახა, რომ მე ესე მინდა რომ იყოთ, მაგრამ რა ვქნა, ესეც უნდა გაიაროთ, რომ თქვენ ჩემამდე მოხვიდეთ, თქვენ იცოდეთ რა არის სამოთხე, რა არის ჯოჯოხეთი, რა არის ღვთის სიტყვების შესრულება და ურჩობით ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ყველანი გავდივართ ამ გზას, რა გზაც ესეთ უნდა გაევლოთ, თქვათ, ადამიანს ევას, და იმისთვის რომ ჩვენ ღმერთის მდგომარეობამდე ვიყოთ ყოველთვის აღწევნულები და ღმერთის მადლი არ დავკარგოთ, ყველამ უნდა გავიაროთ ეს გზა და ყველა ჩვენი ჯვარი გვეძლევა ამ ცხოვრებაში. ნუ რავი, ნუ მოვინდომებთ სხვის სიჯურის აღებას. ღმერთმა იცის ჩვენ, ესე იგი, რა მონაცემების ვართ, სანამდე გვეყოფა მოთმინება, დათმენა და აი სწორედ ჩვენი მდგომარეობის მიხედვით გვიგზავნის უფალი არსებულ ჯვარს. აი როგორც ახარებაში არის, ხო? ადამიანებს აძლევს ტალანტებს და ამ ტალანტების მიხედვით იწყება მათი ჯვარი, ანუ ესე იგი, შრომა, რომ ეს ტალანტები
გაამრავლონ და თუ ჩვენ ესე იგი კარგად გავიწაფებით ჯვრის ტვირთვაში, მე უფრო მეტი ჯვარი გვეძლევა, ხომ არის თუნდაც ის რომ ესე იგი ადამიანი ჯერ ტაძარში მიდის, ჯერ მრევლი არის. თუ არის გულწრფელი მრევლი და მართლა გულმოდგინედ ესრება წირვალოცვას, გულწრფელ აღსარებას აბარებს, მე ღვთისყალობით ის ხდება სტიქაროსანი, მედავითნე უფრო კარგად უსმენს საეკლესიო საკითხავებს. მე ეკლესია ხედავს რომ ისე მონდომებული ადამიანი, სტილობიანი, კულტურული, მე დღის წესრიგში დგება მისი უკვე დიაკვნად კურთხევა, მე მდლად და შეიძლება ადამიანი ეპისკოპოსის და პატრიარქიც გახდეს, რომ ყველაფერი იწყება მცირედით და მე უფალი როგორც გადაწყვიტავს. მცირედსაზე და სარწმუნო იქმენ დიდსაზე და დაგადგინო შენ და ამას ვამბობ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უფრო მეტი რაღაც ღვთისმოცემული ჯვარი უნდათ რომ კონდეს ცხოვრებაში, ხო? ვიღაცას თანამდებობა უნდა, ვიღაცას თქვათ სულიერი წარმატება უნდა. ჯერ სადაც ხარ, იქ იყავი შენი ჯვრის ღირსეულად ტვირთველი და მე თუ უფალი ჩათulis შენ უფრო მეტი ჯვარი მოგეცემა. და რა თქმა უნდა ჯვრის ტვირთვის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და პავლე მოციქული ამბობს ესეთ სიტყვას რომ სარწმუნო არის ღმერთიო რომელმაც არ აგიტევნებს თქვენ განცდად უფრო ის ძალისა თქვენისა. აი ეს რომ ვიცი ჩვენ დაჯერებულად რომ ღმერთი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგვივნეს ვიდრე მისი ტვირთვა ჩვენ არ ხელგვეწიფება, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი არის და თავიდანვე ფსიქოლოგიურად შინაგანად რომ ხარ მომზადებული შენ უფრო წარმატებით მიიღებ იმ ყოველივეს, რასაც უფალი იგზავნის, რაც არის ჩვენი ქრისტიანული ჯვარი, ესე ტვირთვა, რაც არის მაცხოვნებელი. მამა დავით, ჩვენ ვცხოვრობთ ხოლმე, ალბათ დიდწილად ვითხოვთ, რომ ამერიდოს განსაცდელი, რომ დაცულიყო განსაცდელისგან. მანამდე ახსენეთ, რომ განსაცდელი ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენთვის კიდევ უფრო დამაახლოვებელი იყოს ღმერთთან. აი, როცა ვლოცულობთ, როცა ამაზე ვფიქრობთ, რა უნდა ვითხოვოთ, რომ განსაცდელი არ შემემთხვეს, თუ განსაცდელის ძამს მე ღმერთი არ დავიწყო და სწორად გადავლახოს განსაცდელი. ანუ თუ განსაცდელი თუ განუსთას ამ კუთხით წავალთ, რაც უფრო კარგად ჩავაბარებთ, უფრო მეტად წავიწევით სულიერად წინ. აი, როგორია სწორი ფიქრი და ვლოცვა ამაზე, რომ ვიყოს სწორად გავიარო განსაცდელი თუ განსაცდელი არ შემხვდეს და ვიყო მშვიდ და წყნარად და გალაღებული. ეს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესეთი თხოვნით არ მივმართოთ უფალს, რომ განსაცდელი არ შემხვდეს. პირიქით მოვიდეს განსაცდელის და ბრძოლა ქრისტიანისა და ძლიერად ვიყო. ისე იგი როგორია, რომ ახლა მეომარი, პრეტენზია აქვს, რომ მეომარი ხარ, ძლიერი ხარ და ბრძოლაში არ გამოიცადო. ეს ერთგვარი საკუთარი თავის გამოცდაც არის და განსაცდელი თავდება, უკვე შენ შეგიძლია შეაჯამო. რა, როგორი სუსტი ვიყავი, როგორ ბოლომდე ვერ მოვითმინე, უფალო როგორი მოწყალე ხარ, სულგძელი ხარ. მე როგორი სუსტი ვარ და ამ დროს ხდება ესე იგი ადამიანში შეჯამება მისი სულიერი ნაკლოვანი მხარეების და ადამიანი ამის შემდგომ უფრო ძლიერდება, მე უფრო გამოცდილი ხდება და რაც მაშინ სუსტია, ცდილობს რომ ის სუსტეები გამოასწოროს და ბოლომდე მიენდოს ღმერთს. ასე რომ ესეთი ლოცვა და ესეთი მაგალითი ჩვენ ბიბლიაში არ გვაქვს მოცემული, სადაც ჩვენ უნდა ვითხოვოთ რომ არაფერი ისე იგი არ მოხდეს ჩვენს თავს. შეიძლება იყოს კი, მაგრამ ეს გარეგნულ განსაცდელზე, რომ აი თქვათ საქართველოს არ მოხდეს თქვათ მტრების მიერ, რომ აი მინდა რომ თქვათ ჩემმა ახლობლებმა დიდხანს იცოცხლონ. ეს უფრო რაღაცა სხვანაირი სათხოვარია, რაღაც ისეთი არის, რომ ანუ ვერ იტყვი რომ ეს არ უნდა ილოცოს ადამიანმა. მაგრამ იქვე უნდა დავამატოთ, რომ იყოს უფალო შენი ნება. აი მე მახსენდება ქრისტეს ლოცვა გეციმანის ბაღში. სადაც ის სამჯერ ლოცულობს. ზოგადად სამჯერ ლოცვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთხელ ლოცვით შეიძლება ჩვენ ვერ მივიღოთ პასუხი ღვთისგან და ეს განსაცდელით შესაძლოა არ დაცხრეს. იმიტომ რომ განა ქრისტეს ჭირდებოდა ეს სამჯერ ლოცვა, ის პირდაპირ კავშირშია ეხლა მის ბუნებით მამასთან და რაზეა საუბარი. ჩვენ გვაძლევს მაგალითს იმისას, რომ იმდენად გაფანტულია ჩვენი გონება და თითქოს რაღაც დღევანდელ თითქოს კი არა რეალურად ესე არის, ხომ უფალი რომ მოქმედებს ის ყველა დროის ადამიანისთვის მოქმედებს და ყველაზე მიდის ეს სწავლება და ეს მაგალითი რაც გამოიხატება სამჯერ ლოცვაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ ყურადღებით ჩვენს ლოცვაზე. და ქრისტე ამბობს იქ გეციმანის ბაღში, რომ უფალო ეს მამაო უკვე თუ შესაძლებელი არ თანა
წარმხდენ ჩემგან სასუმელი ესე ამცილდეს ესე იგი ჯვარცმა მაგრამ არა როგორც მე მინდა არამედ როგორც შენ გინდა ესე იგი აქ უნდა ითქვას ის რომ მაინდა-მაინც არ იყო ესე რომ ქრისტე ჯვარზე უნდა გაკრულიყო ხომ შეიძლება ხალხს მიეღო და უფრო სხვანაირად წავიდოდა ჩვენი დედამიწის და თითოეული ჩვენთაგანის ბედი ესე იგი მივიღეთ ღმერთი და ეს არის ხო გადარჩენა ღმერთს მიიღებ მესიას მიიღებ და შენ გადარჩები მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ ქრისტე ჯვარზე გავაკარეთ და ჯვრის მეშვეობით მოახდინა უფალმა ჩვენი გამოხსნა და სამჯერ მევედროთ უფალს ვილოცოთ და უფალი აუცილებლად გამოგვიგზავნის თავის ნებას და აი როდესაც ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სათხოვარი შესრულდეს ესე უთხრათ უფალს უფალო არა როგორც მე მინდა არამედ როგორც შენ გინდა მე მინდა რომ თქვათ ესე იყოს ჩემმა მეგობარმა ჩემმა დედამ ჩემმა მამამ დიდხანს იცოცხლოს მაგრამ თუ შენ გადაწყვიტე რომ თქვათ შენთან წაიყვანო სასუფეველი მისცემას დაიყოს შენი ნება ესე ამის მაგალითზე ესე ვიტყოდი და დავამთავრებდი სიტყვას მადლობა მედარით დიდი მადლობა გვესაუბრებოდა ზუგდიდში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეგვარგიშვილი განსაცდელის შესახებ